მოგესალმებით, ჩემო ერთგულო მაყურებლებო. დაგვიანებით დაგიბრუნდით და ამას თავისი პატარ-პატარა მიზეზები ქონდა. რა? მიყვარ ხარ ძალიან, ხო? მაგრამ თავარია რომ მოვედი, ნელ-ნელა ყველაფერს მოგიყვებით. ახლა არის 3 საათი, შაბათია დღეს და მე უკვე დაღლილი ვარ, იმიტომ რომ დილით გამაღვიძა დედას ზარმა, შაბათს ნახევარი დღე მუშაობსო, ჩვენი ბანკიო და ჩქარა უნდა გადავიდეთო, პენსია უნდა ავიღოთო, კომუნალურები უნდა გადავიხადო, არ მაცდიან მოკლედ მე ეს ყველაფერი ონლაინ და ციფრულად გავაკეთო. ხო და თან მოგიტანეთო რაღაცეებიო, კორპუსთან დაბლა ჩამეყვანეს. მომიტანა დედამ პარკებში ჩაწყობილი პატერები, პუტურები, უჭუები, რაღაცეები, საყვარლობები და აი ეს უნდა მოვაწესრიგო, პლუს სახკარი უნდა მოვაწესრიგო, პლუს დღეს ტასიკო ისვენებს და რადგან ისვენებს შემიძლია რომ ჩავრთო, როცა მომინდება მტვერსას სრუტი და მისი ოთახიც უფრო უკეთესად დავალაგო სამუშაო დღეებში ზედაპირულად ვალაგებ, ესე ვთქვათ. ხო და უნდა მივხედო სარეცხს, იმას, ამას, თქვენ როგორ გიკითხოთ? იმედია კარგად ვზარდებით. ტასიკომ ბაყურა მოიშორა მშვენივრად გრძნობს თავს. ის კი არა და რა იყო? მოდი, ის კი არა და სამსახურის გაუმჯობესება გადაწყვიტა და მილიონი სივი გააგზავნა. რა არის ჩვენთან კიდე სიახლე? ვიყავით თბილისში. კიტრი მოუპარია ჩემთვის, კიტრი. მაჩვენე აბა კიტრი, მაჩვენე კიტრი, მაძენე მომეწი, დამიბრუნე კიტრი, დამიბრუნე. დღეს დავჯექი აივანზე და ფეხები მიუშვირე მზეს და ყოველ წუთას ვუყურებ, ხო არ გამიმუქდა თქო და რა გამიმუქებს, მის დღემში რუჯი არ მიმიღია და 15 წუთი დაჯდომი გამოხდება. აი ესე ჩემო კარგებო, ვიყავით მუხლის ექიმთან, არაფერი მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი ვიზიტით, მით უმეტეს რომ ვენდობი იმას რა ქვია, სპეციალისტს და იმიტომაც ამდენი ხანი იმიტომ ველოდე და იმიტომ მივედი კონკრეტულად მასთან, ასეთია დასკვნა. არაფერი არ ჭირს. არაფერი საშიში არ არის და არაფერზე სამკურნალო არ არის და კონკრეტული დაავადებასთან საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის მჯდომარე ცხოვრების წესისგან, ის რომ ჭარბიწონაც აქვს. ის რომ გასავარჯიშებელია კუნთები, მაშინ როცა კუნთები გასავარჯიშებელია ზოგადად მთელ სხეულზე, უფრო დიდია საშიშროება იმის, რომ ფეხი გადაგიბრუნდეს, მუხლი იტკინო, დავარდე, წამოედო, გადმოედო, ლოგიკურიცაა, ხო მართალია. შენ შემთხვევაში რაღაცა ცუდად დაადგიო და ერთადერთი რაც შემიძლია მე ახლა დაგინიშნო, ეს არის რომ ავარჯიშე ფეხიო. ასწავლა როგორ უნდა ავარჯიშოს, იქვე გააკეთებინა და აი რას ნიშნავს მაინც სპეციალისტი როა და თავის საქმე რო იცის, იქვე გააშლევინა ფეხი. ტასიკოს პრობლემა ხო ის იყო, რომ ბოლო მე ჯდომარე მდგომარეობაში ბოლომდე ფეხს მუხს ვერ შლიდა. დამდგარ მდგომარეობაში შლიდა და დამჯდარში ვერ შლიდა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ აი აქ ზემოთ კუნთი რაც არის, ის ვერ გაშლევინებსო და ტკივილის შეგრძნებას იწვევსო გაშლისასო. ამიტომ მოკლედ არსებობს ესეთი ვარჯიშები, რომელიც შეუძლია ადამიანს შეასრულოს სკამზეც დამჯდარ მდგომარეობაში, საოფისე ვარჯიშებს ეძახიან. ეს არის მათთვის მოგონილი და შექმნილი, ვისაც ესეთი ტასიკოსნაირი ცხოვრების წესი აქვს. ზის, ანუ დღის უმეტეს ნაწილში. სარბენი ბილიკი არაო, სარბენი ბილიკი ფეხზე დგომა არისო და სიმძიმის დაწოლა არისო, თუნდაც სიარულიო არ გინდაო, დამჯდარი ავარჯიში ყველა კუნთი. და თუ ამ ყველაფერმა ბოლომდე არ გაგიარაო უახლოეს ერთ თვეში, მერე მოდი ჩემთანო და ხელახლა გავაკეთოთ უფრო სიღრმისეული კვლევაო. მომეცი აქ კიტრი. ეჭვიანი, რატო ლაპარაკობო? გამყვიტლები ეს კიტრი. ძალიან მოიპარე, კალათიდან მოიყრე. მომიტანა დედიკომ ბალი სულ ცოტა შერჩენია, გამეხარდა ძალიან გავრეცხე, ეს ტასიკოსთვის არის. ხო და გამახსენდა ახლა რომ აი ექიმთან რო ვიყავით ტაშკენტის ქუჩაზე, მე რა ქვია, ხილბოსნის მაღაზიებს გარეთ ჰქონდათ გამოტანილი ყუთები და ბლებს ნებისმიერ ფერისას და სისქისას
ეწერა ხალხო არც მეტი არც ნაკლები 25 ლარი. თქვენთვის ეს ალბათ ჩვეულებრივი ამბავია, რადგან თბილისში ცხოვრობთ. ხო და დედამ ეხლა დაახლოებით მომიტანა 15 ლარი. აბატონო, აი, აჰა. ასევე მომიტანა ჭარხლის ფოთოლი და მომიტანა 2 კოლოფი მარწყვი. მარწყვი მომიტანა. ხო და ინტერნეტში მაქვს ნანახი რაღაცა განსხვავებული რეცეპტია მოკლედ. თქვენს გეტყვით მე თუ რამე გამომივიდა. აი ასე შემოკარგებო. მადლობა იმისთვის რომ მომილოცეთ ზიზიები. ზიზიები რა მტვერსასრუტი, გამეხარდა ისიც რომ კომენტარებში დამიწერეთ რომ რამდენიმე კომენტარი იყო რომ მეც ამაქო და კმაყოფილი ვარ რომ ძალიან კარგი და კიდევ გამეორდები და ვიტყვი რომ ეს არ არის ფასიანი რეკლამა, ეს უბრალოდ მე მჭირდებოდა ოჯახისთვის ვიყიდე და რაღაცა ერთი შეხედვით და ერთი კვირა ახმარებით ძალიან მომეწონა. ფასში შესაბამისია თქო ვიძახი. და მე მგონი ცოტა უკეთესით, ამ ფასად ასაც არ მოველოთ. ასევე რა გავაკეთე ახლა თბილისში რომ ვიყავი. ჩემი დაბადების დღე აღვნიშნე. ეს ზუსტად ის დღე იყო, ასიკო რომ ექიმთან წავიყვანეთ, არ შეიძლებოდა რომ არ წავსულიყავი. რა იყო პატარა, რანაირი ხმა ამოუშვა, შემეშინდა. დაიყება და დაახველა. და შევედით უკრაინულ წირი მოკივით რაღაც ესეთი კვების ობიექტში, იქვე, იმიტომ რომ ძალიან მოგშივდა. ვიცით რომ იქ ძალიან გემრიელი ასეთი ოჯახური კერძები აქვს, მე მაგათი გრილზე შემწვარი პიკანტური სოსისი მიყვარს. და იქვე ასიკომ ეკლერში, წინასწარ უყიდია ეს ეკლერი, ეკლერში ჩაარჭო სანთლები არა სანთელი და სანთელი ჩამაქრობინა და აუცილებლად გაჩვენებთ აი პატარა კადრს და ვიღებ დაბადების დღის მილოცვებს თუნდაც დაგვიანებით თქვენგან და წინასწარ გიხდით მადლობას. აი ესე შემოკარგებო. მივხედავ ახლა საქმეებს, ხო და დღის განმავლობაში კიდევ აუცილებლად შეგეხმიანებით. თუ რაღაცა მინდოდა მე მგონი მე თქვა, მაგრამ დამავიწყდა არა უშავს, აქ არა ვარ, გაგვახსენდება ისევ. აბა, კარგი დღე. გადავწყვიტა რომ მას მტვერსასრუტით სახლს ავგვიმეთქი, იმიტომ რომ აი როგორც მინდოდა, ჩაფიქრებული როგორც მქონდა რომ მინდოდა ცოცხი მქონოდა, ცოცხი მტვერსასრუტი მქონოდა, აი ზუსტად ეგ ფუნქცია აქვს და მოვგავე, მაგრამ აი ხმაურის ძალიან ეშინია ბუბუს და ცოტა ის გავაკეთეთ, შესვენება გავაკეთეთ და ესეც დაისვენებს და წნარდებოდა თან თქვენ დაგელაპარაკებთ. ისე მოგებული. გუშინ მე და ბუბუსა ვიყავით 10-რაზე გავიკეთეთ, 10-რა დაგვჭა ახლა. მისი 10-რა რა ქვია, ცოფის 10-რა დაგვჭა და ცოფის 10-რაზე ორ კვირაში წავალთ ერთად. მე, ბუბუ და ბაცოც წამოვა, ჩვენი კატუსა ჯოვანიც. ჯოვანი ქერო მქვია და ბაცოს რომ ეძახით. რაღაცა ჯოვანი ვერ შერჩა და პასპორტში კი უწერია ეს ჯოვანი დიდი ამბეთ. ხო და წავალთ და გავიკეთეთ. და მერე გავიკეთებთ კასტრაციასაც და დაჩიპვასაც. მე არ მაქვს ცხოველის დაჩიპვის გამოცდილება. უმეტესად ჩინური ჩიპებია საქართველოშიო. თუ ვინმეს გაქვთ ეს ინფორმაცია, ძალიან გთხოვთ მომწეროთ, რომ რაღაცა არ დაუზიანო, თუმცა მე იმ ბიჭებთან, ვისთანაც დამყავს გორში, ძალიან ვენდობი. მაგრამ თუ რამე უკეთესი იცით, თუ შემიძლია რომ უკეთესი
ჩიპით დავიჩიპო, უფრო უსაფრთხო იყოს, უფრო ესეთი იყოს, რა ქვია, გამართლებული იყოს, რომ ცხოველისთვის უფრო უკეთესი იყოს, რა გელეცვალე, იქნებ მირჩიოთ. რო დავაძინებთო კასტრაციისთვისო, ვარაღამ იმ ნარკოზში ჩიპსაც გავუკეთებთო და ორივეს ერთად მოიშორებს. ხო, მე ვთქვი, სიცხებმა ხო არ გადაიაროს თქო და არა, არ არის აუცილებელია, ჭრილობას თუ დაამუშავებთო, ზაფხულშიც შენივე იტანენო აი ამ კასტრაციას. ასე შემოკარგება. ასევე აბა მითხარით რომ დაიწყო რაღაცა პროგრამა კარდაკარი და კარდაკარო დადიან და რომ ამოწმებენ ვის რამდენი ცხოველი ყავს და რა მდგომარეობაში ყავს. ძალიან გთხოვთ მომწერეთ თუ ვინმე იცით ზუსტად დაიწყეს თუ არა სიარული, რომელიმე თქვენთაგანთან ან თქვენ ახლობელთან ხო არ იყვნენ და რაღაცა არ გამომრჩეს მოკლედ რა, თუ რაღაცა მაქვს გასაკეთებელი, მაინც ყოველი შემთხვევისთვის ხა ჩემ ვეტერინარებთან მე გავიარე ამაზე კონსულტაცია, მაგრამ თქვენგანაც უმჯობესი იქნება კიდე დამატებით ინფორმაცია მივიღო, რამე არ გამომრჩეს მართლა, იმიტომ რომ მე მინდა რომ ყველაფერი კონდეს მოწესრიგებული ჩემ ცხოველებს. ვინმეს რამე პრეტენზია არ კონდეს. აი ესე შემოკარგება. ეზოს, გაუდის, ხარხარი და სირბილი და თამაში და ერთი ამბავი, და ჩემი რომ მოდის ხოლმე აქ 1-2 დღით ძალიან სიამოვნებს, რა კარგია ვაქო, ბავშვები დარბიან სულო. ჩემ უბანშიო, იქით ჩვენკენ ბავშვები აღარ არიან თითქმისო, წამოიზარდნენო, ზოგმა ჩააბარაო, ზოგი ისეო, ზოგი თბილისში გადაიყვანესო, ზოგი საზღვარგარეთ წავიდაო, მოკლედ და ჩვენთან ბავშვები იმდენი აღარ არისო და აქო მიხარიაო, ასე ხალისო, ხო? ესეთი ამბებია. ახლა მე თქვენ მოგიყვებით, მარწყვი მაქვს გასარჩევი, როგორც გითხარით, დედამ მომიტანა ეს მარწყვი და მოგიყვებით, როგორ უნდა გავაკეთო ეს მარწყვი. ქართულ აიმეებზეც, კულინარიულ საიტებზეც ვნახე ეს რეცეპტი და 1-4-5 წლის წინ მაქვს ერთ სომეხ კულინარიულ ბლოგერთან ნანახი. როგორ კეთდება, იცით? მარწყვი იყოფა ორ ნაწილად. ანუ უნდა გაირეცხოს, უნდა კარგად მას აქნას, რა ქვია, გასუფთავდეს, ის ფოთლები უნდა მოშორდეს, ის ყუნწები იყოფა ორ ნაწილად. მეორე ხარისხოვანი ცოტა წვრილი და ცოტა ესეთი თვალს რო არ გჭრის ისეთი და მეორე საუკეთესოები. საუკეთესოებს სათითაოდ ავლებენ კარგი ხარისხის კონიაკში ან არახში, არომატულში. მეორე ნაწილს წამოადუღებენ შაქართან და ცოტა წყალთან ერთად, აბლენდერებენ და ამ დააბლენდერებულ გამჭვირვალე რაღაც ესეთი სუფთა კამკამა მარმელადივით, თითქმის მარმელადივით, ჟელესავით, მაშინ რა ქვია, მასაში ჩაალაგებენ ფრთხილად აი ამ დიდ ლამაზ და უკვე კონიაკში ამოვლებულ მარწყვებს. წამოადუღებენ, გადმოდგავენ, გააციებენ, წამოადუღებენ, გადმოდგავენ, გააციებენ, თვალწლები სამჯერ აკეთებენ ამას და აი ამ დააბლენდერებულ სქელ ჟელესავით, მარმელადივით მასაში ბევრად უფრო უკეთესად ინარჩუნებს თურმე ფორმას, ფერს, შესაბამისად არომატს და შესახედავადაც ლამაზია და მისართმევადაც კარგიაო და ერთი უნდა ვცადო რა გამომივა, ბევრი არა მაქვს მარწყვი, დაახლოებით ესე 3-4 კილო მომიტანა დედამ. პირველი გაკრეფისთვის საკმაოდ წვრილია და რატომღაც ძალიან მჟავია, ეს ალბათ ამინდების ბრალია, ასეთი მჟავი არასდროს არ ყოფილა ჩვენი მარწყვი და მინდა რომ ვცადო და ალბათ გადავიღებ და მე გაგიზიარებთ შედეგს. მომწერეთ თუ ვინმეს მსგავსი რეცეპტით გისარგებლიათ. დღეს გავარჩევ მარწყვს, ისედაც ახალი კარტოფილისგან კარგა გემრიელად მაქვს ხელები გაშავებული, მარწყვიც თავისას დაამატებს, ხო და ხვალ, წავალ ჩემ მარისთან და გავიკეთებ შილაკს. კარგად დაისვენეს ჩემმა ხელებმა და მე მგონი დრო არა დაუბრუნოთ ხელებს მეტი სილამაზე და მეტი ესეთი ხალისი, რა შევხედავ ხოლმე მსიამოვნებს ძალიან. მადლობა ჩემო კარგებო, ჯანმრთელობის სურვილისთვის, წინასწარ გიხდით მადლობას დაბადების დღის მოლოცვისთვის, ვიცი რომ აუცილებლად მომილოცავთ. ასევე მადლობა კომენტარებისთვის და მადლობა კბილებთან დაკავშირებულ ვიდეოსთან, რომ კომენტარები დამხვდა, რომ ნუ გაიფუჭებ კბილებს, ან გადაყვრა გადმოკვდით და ნუ აყვები სილამაზესო და ისედაც არ აუშავ შენ კბილებსო და მშვენიერი კბილები გაქო, რაღაცა მეეჭვება რომ ასე იყოს. მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ
მაგრამ დაგიჯერებთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ დასანანია ჯანმრთელი კბილის გაფუჭება რაღაცა პატარა იმისი მიღრეცემ ბოღრაცელის გამოსწორებისთვის. აი ესეთი დღე მქონდა, ჩემო კარგებო. ძალიან კარგი ფილმი ვიპოვე. იზაბელა ჯანი კი არა, რა ქვია, ის ლამაზი გოგო რომ იყო. სხვათა შორის ახალგაზრდა ლამაზი იყო და ისე ლამაზად არ დაბერდა. აი, ხო ვიცით ძალიან ბევრი ესეთი წარმოსადეგი ქალი რომ ძალიან ლამაზად ბერდება და ზოგი ასაკში უფრო ლამაზია ხოლმე. ასე მაგალითად ფანი არდანი. ისე მომწონს ასაკში ფანი არდანი გაგიჟებით და ჟაკლინ ბიზე, არა მაქვს ეს ფილმი ნანახი და მინდა ვნახო, არც სახელი მახსოვს არც გვარი. დღეს ესეთი გეგმა მაქვს, ვნახე, ჩემო კარგებო. მოგესალმებით სექსი დიდ ქალაქშის მოყვარულებო, ახალ სეზონებს თუ უყურეთ, უბრალოდ ახალი სეზონის სერიებს, 2 სერია ვნახე ჯერჯერობით, არ ვიცი მეტი არ არის გამოსული თუ არ ვიცი მეტი არ არის გადათარგმნილი რუსულად. ძალიან ვიცინეთ მე და ჩემმა შვილმა მაგაზე რომ მეთქი აი საერთოდ რა საჭიროა ამ ყველაფრის გადაღება არაფერი არ ხდება ფაქტიურად სიუჟეტი არ არის დაძაბულობა არ არის იუმორი არ არის არაფერი არ ხდება უბრალოდ უყურებ იმ ძველ პერსონაჟებს რომლებსაც იცნობდი წინა სერიებში ელოდებოდი როდის იქნებოდა მომდევნო სერია იმდენად დაძაბული იყო და იმდენად ის იყო ჩამავლებელი ესეთი და რაღაცა ლამაზად ჩასმული მოვლილი უკვე გამდიდრებული და აბსოლუტურად უპრობლემო ხალხია. აი მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო შეძლებული ცხოვრების, მაგრამ აი ამ პერსონაჟების, აი ამ დონეზე გამდიდრება და გადამდიდრება და ის რომ საერთოდ ყოფითი პრობლემები აღარ აქვს და რაღაცა თითიდან გამოწვეული პრობლემები აქვს, უკვე ძალიან არარეალურს და არადამიწებულს და არასაინტერესოს ხდის ამ სერიალს. რა გითხრათ, რით გაგახაროთ, მომწერეთ აბა თქვენ რას ფიქრობთ ამას. ახლა მე და ჩემი ბუბუსა დაგემშვიდობებით, გისურვებთ კარგ საღამოს, მშვიდობიან ღამეს და შევხვდებით ხვალ. აბა, ოჩახად.